აი ამ გზაზე რო დგეხართ, გარე განათება გამოიარეთ. ხიდი გაუკეთებელი იყო, სასაფლაოს გზა ამ სოფელზე გელაპარაკებით, გლობალურად ჩვენმა ილაპარაკო. აი ეს ყველაფერი რო გამოიარეთ. ეს კაცი რო გუბერნატორი იყო და არაფერს თითქოს რო არ ადებდა. მაშინ რატო არ ეკითხებით? მაშინ რატო არ გაკეთდა? ხო შეიძლება გაკეთებოდა. იპასუხებთ რა თუ შეიძლება. თქვენ ახლა ბრძანეთ აი ამ სოფელზე კერძოდ და ამ ხიზე. მე 3 დღეა დავდივარ და ამ 3 დღის გარდა რაჭაში ყოველ წელს ჩამოვდივარ და წელი არ გამომიტოვებია რო არ მოვა. და ამ ბოლო 3 წელიწადში რო გაკეთდა, იმდენ თქვენ გამომისვენე განაცვლ მომისვენ თელი რაჭამას მოვლილი. 4 წლის წინა მე ვიყავი დეპუტატობის კანდიდატი და ვერაფერი ვერ მივიღე, კი განაცვალე. იგივე გზა გავიარე წელს. ისევ ისეთი დაღომარი სოფლები დამხდა იშვიათად რომ სადმე რაღაც გაკეთებული დამენახოს. ისევ ისეთი რომელი გზით მოხვედით? შაორიდან ხო შემოხვედით? შაორიდან კი შემოვიდა. გაკეთებული არაფერი არ მომისვენე კი ბატონო, არა, მე ავედი ურავში ავედი, ლიხეთში ავედი, ჩემო ძმა მოვიარე იქით აუბარი. ისევ ისეთი დაბომბილი და ნაომარი ადგილია. აგერ მოვიარე კი ბატონო, სადმელი ისევ ისეთი ძლივს გავიარ გამოვიარე. თქვენი ერი, ჩემო ძმა, არ არის იმის ხილში რომ ხალხი ესე დაგლახავებული იყოს, ესე გაჭირებული იყოს. როდის დაგლახავდა ბატონო მანუჩა? როდის დაგლახავდა? რო გაიხსენეთ, თქვენ მაშინ არ იყო და უარესად დაგლახავებული არ 7-ლარიანი პენსია აუღებელი არ გახსოვთ კაცო. ეხლა გამოვალ და ვთხოვროს შენ არ მოგცე ხმა დათო რატო იცი? არა. კი ბატონო, დაგეხმარები მაშინ, იმიტომ რომ არ ახარ ღირს. დაუჯერებ და ესენი არ და ჩემ დავალებას ვასრულებ, პაატაკი კვაძის დავალებას ვასრულებ, ვინც ამ სოფელში ცხოვრობს და არაფერი არ გაკეთებულა. ერთი წუთი რა გაჩუმებულები არიან თუ არ არიან, ეგენი უბანში გადაწყვიტავენ მაგას რა. სადაც წყალი არ არის და გზა არ არის. ამაზე რა თქმა უნდა, სადაც დადიხარ ისეთ ადგილას, რომ სადაც არის ის არ შეგხვედრია, სადაც არის. რო არ ყოფილა ამ კაცის დროს. მე არავის შენ ასრულებ, შენ ინფოც რა ასრულებ დავალებას. არავის დავალებას არ არის. კარგით რა. მე გეტყვით ვის დავალებას აქვს. მიძინა ივანიშვილის დაფინანსებული ასრულებს მიძინას დავალებას. მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ადამიანებს შეუძლია გადალახონ ადამიანური ზღვარი და სხვას მიაყენონ შეურაცხყოფა და დააბრალონ ისეთი რაღაცები. ნუ გითხარი ეხლა და შეურაცხყოფას მაცალე შეურაცხყოფას მომაყენე. ეხლა რა ბრალდებებიც არის ვინ არის? არის ვინა ვარ ვიზინავით და წული რა უთხარი. არ ცხოვრობდი ეს კაცი გუბერნატორი. არა, ლაბარაკი ვაცალოთ. შეურაცხყოფას მომაყენე. კაცო რა შაშია ნაციონალური იქნება შეიაყენე შეურაცხყოფას. ბიზნეს გამოარჩინა ინტერვიუ რა. იმიტომ რომ არ არის სწორი. გასაგებია თქვენ არავინ არ გეგმავთ. 2008 წელს თქვენ ყველას დაგკვირდნენ რომ $100 იქნებოდა პენსია. საქართველოს იქნებოდა სიღარიბის გარეშე. რომელი ერთი დაპირება შეასრულეს? მითხარით და ეხლა ამბობენ რომ უკეთესობისკენ არ უნდა წავიდესო. არჩევნების უფლების წართვება უნდათ. არჩევნების. მე არ გეუბნებით მე ხმა მომეცით. რაც უნდა ისაქანას, რა გინდა, რა საფრთხე? და დააყენოს კანდიდატურა ამ პატივცემულმა და ხალხმა გადაწყვიტოს. მე რამე გავაფუჭი ამ ქვეყანაში და თუ არ დამიჭერს ხალხი მხარს, არ დამიჭერს. თუ ამათმა გააკეთეს, ამათ დაუჭერეთ. შენ და შენი სანეება ყველაფერი პროკურატურაში გადაეცით ჩემი. ყველგან მე გავმართდი და ახლა შენ რიტორიკა, შენ გადაეცი პირადად. აგერ არის ასლანი. შენ პირადად და მატყუებდი მე. და მე ამას შენ არ დაგიმახსოვრე შენ. მაგრამ ეხლა როგორ? ტყუილი რა ეწერა იმ ქაღალდებში? არა, ყველაფერი ტყუილი ეწერა. ამიტომაც ვერ მიაღწიეთ შენ. გითხარი რომ შენ ის საქმე გადაეცი პროკურატურას. დამთავრდა თუ არა ეხლა გადაეცი. შენ ხო ამბობდი მე სადაც კენჭვიდი ყველგან მოვიგებო. შენ კიდე არის ვადა. დააყენე შენი კანდიდატურა და დაყენებულია და მოგიგებს. ყველა მაგ საკითხი, რომელსაც ეს პროვოკატორი ცდილობს რომ ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, მათ მიერ გადაცემული იყო პროკურატურაში, მათივე სასამართლოში მოვიგე და ეხლა თქვენ სამტომიანი საქმე გინდათ მოგიყვეთ, ხო? მართალი ვარ მე. რასა? არანაირი დარღვევა, დიახ, არანაირი დარღვევა და არანაირი დანაშაული, თორე ამდენხანს ესენი გამკვანძავდნენ ციხეში ვიждდებოდი ეხლა. ვერ მიაქციეთ ყურადღება. მას უნდა შეხვედრის ჩასვლა, რომ ჩვენს ხალხს სიმართლე არ უთხრათ და ხალხმა ჩვენ მხარი არ და ჩვენ თავაზობთ ხალხს არჩევნებს. ამ ხალხმა ის ქარხანაც იცის, რაზედაც ეს მაწვილი ცრუობს, ის ვენახიც იცის და მესმის რომ ჩემი ოჯახიც იცის, წარსულიც იცის და ლევანდელობაც იცის და
ხატა მე შეთა კარგად იცი ჩვენი ურთიერთობა და ახლობლობა და ბერმა აკიცის სირადის პერიოდში მუშაობდი ძმაო კაცის მე კარგად იცი რომ შაქარიმა გაგიდებული ისეთი ისამაკ რა ქვია სირადის პერიოდი და თქვენი მუშაობის პერიოდი ხალხის აჯახება ყვავკარში გამოყვანები სემები ვინები არა გადაყვა გადადგა სისხლის სამართლის საქმე ხოლმე რატო არავინ იჩივლა იმ რატიანებმა კაცი რო გატეხეს წელში იმის პასუხს რა ერთი სხვადასხვა ახალგაზრდა წელში როა გატეხილი თუ ეცება განითხოს იმასაც პასუხი უნდა გებია რატო არ აგებია ოხარ სამართალს მე როგორ უნდა ვაგებიო პასუხი მე რო არა ვარ და შეიტანე კერძო მოქალაქე როგორ შევიტანო საჩივარი თუ მაგარი იყო და აღზრული იყო საქმე ვიძახოთ ეხლა სირაძის პერიოდში აშუაშია გამაგებია თუ იმ პერიოდში მუშაობდი მე რო მუშაობდი რა შენი გუბერნატორი რო იყო რა თუ არ გააკეთა ძმაო ორლარად რო იყიდა ამდენად სახლი რომელი სახლი და სახლი მიმართავს პროკურატურას მე ეს ვინ არის ყოფილი გუბერნატორი რომელებიც სკამებს უფრთხილდებიან ჩაიწერე მე რომელ სკამს უფრთხილდები სადამაკს რომელიც გაგეხარება გუბერნატორის სკამს უფრთხილდები გეუნები ჩამოგსვავენ მალე გენაცვალე ჩამოგსვავენ აი მითხარი შენ შეიძლება ჩამოგსვან მაგრამ თქვენნაირები და აი ესეთები ვერ ჩამოგსვავენ მე ჩამოგსვავ ბიძინა ივანიშვილი ჩამოგსვავ ეს ზალა ამ ხელისუფლებას არ გაიმასოვე ეს არის ბანატა კიკვაძე ამ სოფლის მკვიდრი არის ნუ წლების განმავლობაში მუშაობდა გუბერნატორის მოადგილედ სხვადასხვა დროს ეხლა ასე რომ ვთქვათ რკინიგზაში მუშაობს რამდენადაც გავიქე ეს ერთი კვირა მე მგონი ისევ რაღაც თანამდებობაზე გადმოიყვანეს თუ რა ვიცი ეს ზუსტად ეს არის და უპირებენ გადმოყვანას წყალი არა გვაქვს და ნუ არ ვიცი ვпитებიან გაკეთებას მაგრამ არ ვიცი აი ეს გზა რომელსაც აი ასე ძალიან გვამადლიან აი გახედეთ სანიაღურის გარეშე არის მიღებული თუ რაღაცა როცა წვიმა და წყალი არის არაზოს სახში შემოგვივარდება ლამის წყალი ისეთი ხომა ეზოებში და ამოსატუმბი გვიხდება ხო და ნახეთ ახლა აი გვამადლიან და ამას ისე ქვია რა ქვია ჩაბარებული და კარგი და გაკეთებული გზა ქვია